ამ წელს მთელი გაზაფხული იწვიმა. წვიმდა მთელი ზაფხულიც. ხალხი დადიოდა საწვიმრებში და მსუბუქ პალტოებში. ყველა ამინდის გამოსვლას შემოდგომისთვის ელოდა, მაგრამ სექტემბერში უფრო მოუმატა სუსხმა. მხოლოდ საქართველოში პირველად ჩამოსულები დადიოდნენ თეთრ პერანგებში თმებ ჩამოშლილი, გალუმპულები და თავს ირწმუნებდნენ, რომ აქ გაცილებით კარგი ამინდია ვიდრე ჩრდილოეთში. ჩამოდიოდნენ რისკიდან, ოდერის ყინულოვან ოკეანებში შერთვის ადგილიდან და ყვებოდნენ, რომ იქ ხალხი ბანაობს ზღვაში, შავდება, მაინც რა მშვენიერი ამინდია კავკასიაში, ამბობდნენ ისეთი ახტაცებით. საქართველოში კი სულ წვიმდა და წვიმდა, მაგრამ ასია ცნობილი, რომ ჩვენთან ყოველთვის კარგი ამინდია და ჩამოსულები უბრალოდ არ უჯერებდნენ წვიმას. რაღა შორს წავიდეთ, მეც ვერაფრით ვირწმუნე, როცა თელავში ჩავედი, რომ მრთველების დაწყების წინ ასეთი მოწყენილი სუსხიანი უფერო ამინდი დგას კახეთში. იწვიმა კიდევ 3 დღე, 27-ში ალავერდობა იყო, 26-ში საღამოს გამოიტარა. ნესტიანი მზე გრძელი, გვერდებზე გადატყორცნილი სხივებით მთელი საათი იწვა ღრუბლის თავზე, რომელთა სიმძიმესაც ძლივს უძლებდნენ წყლისაგან გაბერილი მთებიც კი. მზის ჩაშვებასთან ერთად ნაწვიმარ ჰაერში მკაფიოდ იწყო გამოჩენა კავკასიონის მასივის გასწვრივ მწვანე ფრად გაწოლილმა მინდორმა. აქამდე დაბლობზე ამაყა წამომდგარი მთები ბინდთან ერთად შეუმჩნევლად წავიდნენ უკან. თითქოს მათ შვენებას სულ სხვა განგება მართავდა. უსნაურად შეერწყა ქედის სწორი კონტური ვაკის უსასრულობას. წინ გამოდიოდა, იშლებოდა, ფარავდა მთელს გარემოს უსასრულო, ერთმთლიან სხეულად ქცეული ალაზნის ველი. ბოლოს სხივებმა მიატოვეს კავკასიონის თოვლები და მასთან ერთად ბინდში ჩაფლეს წაბლისფერ მოწითალო შემოდგომის ტყეც. ჩავიდა მზე. დადგა ის წამი, როდესაც სხივიან შუქს შეჩვეული თვალი ვერ ამჩნევს წვრილ, უძლურ მნათობებს. იდგა მთლიანი სიბნელა და წყდიათში მოჩანდა სადღაც უსასრულო სიღრმიდან მომავალი უმანძილო მინდორი. ის კი არ მოჩანდა, არამედ ინტუიციით ხედავდა მას ადამიანის თვალი და გრძნობდა მის არსებობას კახელი კაცის სხეული. მხოლოდ ღამესავით ვრცელსა და უსასრულოს შეეძლო ამ წყდიადის ასე შეცნობა. შეუმჩნევლად, მიპარვით შეეჩვია თვალი სიბნელეს, საიდანაც უცებ უსნაური ძალით ამოხეთქეს ვარსკვლავებმა და მთლიანად დაიპყრეს კახეთის ცა. ამოვარდა პირველი ნიავი, ნამის წვეთივით შეჩერდა ხის ცალკე გამოშვერილ ფოთოლზე, ოდნავ შეარხია ის, დაიყოლია თავისკენ. ისიც იყო უნდა მიმწვდარიყო მისი არსებობა, რომ ჰაერის ახალი ნაზი ტალღა ჰარმონიულად მიეხმარა თითქმის მიმქრალ პირველ ნიავს და სხვა ფოთლებსაც აგრძნობინა მისი არსებობა. შეიყუჟნენ შემოდგომის მისუსტებული ფოთლები, მაგრამ ისეთი ალერსიანი, სასიამოვნო იყო, გრილი, უნებელი ქროლვა დასავლეთის ქარის, რომ თითქმის წინააღმდეგობის გაუწევლად დახვდნენ მის ნებას და აშრიალდნენ დიდი ხეები. აშრიალდნენ ცაცხვები, ჩუმად ახმაურდა თელავის 1000-ლოვანი ჭადარიც. საიდუმლო, უვნებელი ხმებით ამღერდნენ ცივის ფერდებიდან ალაზნის ჭალებში ჩაშვებული სიმღერები. ბინდის ჩამოწოლასთან ერთად სევდა მოერია ციხის მაღალი ბურჯის თავზე მჯდარ ადამიანის თვალს. ის ცდილობდა ჩამოჰყოლოდა ამ გრძნობას, გარინდებულიყო მარტოყოფნის ნირვანაში, მაგრამ ბუნება ღამის ამ დროს გაცილებით ძლიერი იყო ყველა ადამიანურ გრძნობაზე. პირველი ფოთლის შრიალებით გაიფანტა ის სევდას და იმ კაცის სხეული თავისთავად შეერწყა გარემოს ბავშვურ დღესასწაულებრიობას. ის წამით დაუბრუნდა პირველ შემქმნელს, აშრიალდა მასავით და ელაპარაკა მისი ენით და აივსო სურვილით საკუთარი სიტყვებით მიემართა მისთვის. ამ სურვილმა დაარღვია პირველი ჰარმონია და შექმნა ახალი. ადამიანის ხმასთან ერთად, რომელიც ჯერ უხმოვნებით დაიწყო, მერე ბგერაში გამოიხატა და ამღერდა. იჯდა ბურჯის თავზე მარტო კაცი, ამღერებული ბუნების ძალისაგან. ღეროდა ის მის შესახებ, ღეროდა მთლიანად შაფრული საკუთარ ბგერებში. მხოლოდ ამოსუნთქვებს შორის გრძნობდა, რომ სადღაც უსნობ ადგილას შორდებოდა მას და ეს შეგრძნება უსნაურად აკლებდა ბუნებისეულ დიდებას მის ხმას. ხმა ხდებოდა სევდიანი, უცებ ამოხეთქილი და გაბმული. ზოგჯერ ტირილამდე მისული, იმ უმწეობით, რომ მთლიანად არ ესმის ტყის ხმა, ქარის ხმა, ალაზნის ველის შრიალის სურვილი და მარტო ხმა ეძებდა თავის ცალს, თავის ნაირს, რომელსაც ეტყოდა ამ საბედისწერო შეუსაბამობის შესახებ. მიწყდა მისი სიმღერა და ისევ დაიპყრო ყველაფერი ნიავის ფოთლების, ატეხილი ჭალების ჰარმონიულმა შრიალა მუსიკამ. ბურჯის ძირში მიმალულმა ჭრიჭინამ დაიცახცახა. ნელი ნათებით შეერია შალაფას ციცინათელა და საიდანღაც მოვარდნილმა სიამაყემ აავსო ბურჯის თავზე მჯდომის გული.
ის დისჰარმონიისგან გამოწვეული სევდის მაგივრად გრძნობდა ახალ, იმავე ადამიანური ძალის შეგნებულ მორევას, რომელიც გამოყოფს მას ამ წყდიადიდან, მუდმივი შრიალიდან. ჟდომელამ დაიწყო მან ისევ სიმღერა. ახლა ხმებმა კიდევ უფრო მეტი ძალა შემატეს მის სხეულს, წამოაყენეს ფეხზე და აამღერეს მთელი ხმით. მღეროდა კაცი თავისი ხმით, შეალებდა ბუნება თავისი ხმით და მხოლოდ ახლა, შუაღამის ხანს დამყარდა მთლიანი, უნაპირო დღესასწაული ალაზნის ველზე. მთელი 27-ის ღამე იხდიდა თავის დღეობას, ჭალიდან გამოვარდნილი, გედივით თეთრი ალავერდი. სექტემბრის ბოლოს ალავერდში გამართული ტრადიციული ქრისტიანული დღეობები საშემოდგომო მოსავლის დიდი ნაწილის აღებასთანაა დაკავშირებული. ამიტომ ატარებს ის განსაკუთრებით ინტერნაციონალურ ხასიათს, რაც საკმაოდ არაუცხოა საქართველოსთვის. ამ დღეობებზე ღამის სათევად ჩამოდიან დიდოები, თუშები, ლეკები, წოვები, ჩეჩნები კანტიკუნტად, გისტები დიდი რაოდენობით, მთელი კახეთის გლეხობა, ვისაც კი მოუწდება ამ ბოლოებამდე და ყარაჯალილი თათრები, ეგრეთ წოდებული ელი. ელი მეღრეობეთა დაახლოებით მე-10-ს შეადგენს ყოველთვის. ისინი წარმოუდგენლად ვიწრო ურმებზე, პირამდე დატვირთული ბავშვებით გალავნის ბოლოს ირჩევენ ადგილებს, სვამენ იქვე, ჭამენ და ჩუმად მიდიან, ღამენათევები თავიანთ სახლებში. სამაგიეროდ ნაღვინები, დიდ სამკუთხედ თავა, უზარმაზარ ფაფახიანი დიდოები ჩუბამდე დაძრწიან ურმებს შორის. უსიამოვნების ატეხვისთანავე ქისტებს ტოვებენ შუაში და თვითონ გალავნის უკან იმალებიან. მთელი ღამე ლოცულობენ, ილოცებიან, გალობენ, სვამენ, ღერიან ყოველგვარი წესრიგის გარეშე დარჩენილი მორწმუნენი თუ ურწმუნოები, დროებით შეშინებული ღვთისძალისაგან. ქალები უმასპინძლებიან კაცებს, ღამით კიდევ სუფევს რაღაცა ოჯახური, მოქცეული გარკვეულ რიგში. ღამენათევი პატიოსანი, ღვთის, შრომის პატივისმცემელი გლეხობა გათენებამდე აბამს საქონელს ჩარდახიან ურმებში და მზის ამოსვლამდე ტოვებს ტაძრის მიდამოებს. ღრეობის ადგილაც რჩება ღვინო, ჩარდახები საქეიფო და უაზროდ, უოჯახოდ, უინტერესოდ დარჩენილი ნამთვრალევი ხალხი. შიგ, შუაგულისკენ შემოდიან ლეკები, ირევიან ყველანი ერთმანეთში, სვამენ ერთად, იყრებიან, ისევ ირევიან, უხერხულად ფრუტუნებენ ჟინზე მოსული ცხენები მთვრალი პატრონების დანახვაზე, დილის არაყიში ასვი, დილის არაყი, ისმის ყოველი მხრიდან. შეუმჩნევლად ეპარება ღამეს ფერი. ამოდის მზე, დგება დილა, უწვიმოდ სავსე სიცხიანი ბარაქიანი ყურძნისთვის. ნამდვილი კახური დღე, როცა მზე პირდაპირ შუაგულში აჭერს დედამიწას. სწოვს ნამის ნიშანსაც კი ყველაფერ გრილს. ოხშივარისაგან მტრად ორთქლდება მიწა. უცნაურად, უნიჭო მოჩვენებებივით დაძრწიან გალავნის შიგნით თუ გარეთ დიდ ფაფახებში, თბილ მეცხვარულ ქურქებში გახვეული თუშები. ლეკები კოკროჭინა პატარა კეპებში, მაგრამ ბოქსდარტყმული კახელი სოფლის ტილნები, კლოში შარვლებით და ცეკვისაგან დაღლეტილი ფეხსაცმელებით გამომწვევად უყურებენ უზარმაზარ ქურქებში გახვეულ ლანდებს. მთელ გზებზე ოთხივე მხარეს გაწოლილნან ისევ ის ჩარდახიანი ურმები, პატიოსანი, მშრომელი გლეხებით სავსე, მიმავალი ღამისთევის შემდეგ თავიანთი სახლებისაკენ. მხოლოდ უსაქმურები, ან აქ საქმისთვის თავის მოსაბმელად დარჩენილები, ან როლიდან უცებ ვერ გამოსულები ვერ ელევიან დღეობის ნასუფრალს. ხელს ითბობენ მეზობლელი სოფლიდან ღვინის გასაყიდად მოსული ჩარჩები, დიდი რაოდენობით იღვენდება მზეზე წითელი, ჯოხზე წამოსმული მამლები, ფოჩიანი კამფეტები, ადუღებული ლიმონადი და კოოპერატივის საეჭვო წარმოშობის საქონელი. გაუთავებლივ უაზრო ჭყიპინებს დაფა ზურნა, უშედეგოდ ცდილობენ თავი მოუყაროს ყველაფერს ერთად. უმუსიკოდ ლოთობენ შუა მზის გულზე კერძო თუშები. არეული ელში, ნახევრად თათრული, ნახევრად ქართული ლაპარაკით ბლუკუნებენ, ილოცებიან, ილანძღებიან. ეს არის უნდა მიწყდეს, მიიძინოს ღრეობამ, რომ ღამენათევებს უერთდება გამოძინებული თელაველი დახლიდარებისა და ძღოლების ახალი ნაკადი. განახლებული ძალით იკვებება დოლგარმონი, ზურნა, ჭიანური. გვერდიგვერდ მიმდგარი რამდენიმე დასტა დამკვრელებისა და უღალავად აცეკვებს ახლად მოსულებს. ისინი შედიან გალავნის შიგნით, გალავნის უკან და ზოგი მეტი შტაზე მოსული საყდარშიაც იწევს. საიდანღაც შდებიან ოთხკუთხმხრებიან კაბებში ნახევრად სოფლელი გოგოები, რომლებსაც არც კი უნახავთ ახლოდან კაცი როგორია. აქ კი ცდილობენ გამოსულობის მიზნით მიუყარებელ, ოღონდ სასიამოვნოდ გარყვნილად მოაშორონ ვინმეს თავი და გოჭებივით დაბორგავენ ზურნის ქვეშ.
სრული დისარმონიაა ბიჭისა და გოგოს ცეკვას შორის, რომელიც სადღაც ერთდება და შემდეგ ღვინო თუ მოწოლილი სიცხე ისევ თიშავს მათ. სამაგიეროდ უაზრობისგან უფრო ხურდება ცეკვის ტრანსი და უმაღლეს წერტილამდე ადის. ეს უზარმაზარი მთვრალი მასა უცნაური არაკავშირით ღრეობს ერთად. განაგრძობენ ღამენათევების მასს, ყოველგვარი ხალისის ან ყურადღების გარაშე მოსული მოცეკვავეებისადმი ცეკვავენ დახლიდარ შოფრები სოფლის სტილნები თავისთვის. ერთ მხარეს გალავნისაკენ პირით ჩაწყობილია შუაცეცხლანთებული ჩარდახები თუ უჩარდახო საქეიფოები, დატვირთული ხინკლებით, ცხვრის ხორცით, საქონლის თავფეხით, ერთნახადი ალალაით, ორნახადი ჭაჭის არყით, გამოსლილი და სავსე ტიკებით, რომელთა უცნაურად ორგანულ დამატებას წარმოადგენენ თბილად ჩაცმული მთიელი ქრისტიანები, მაჰმადიანები, ქურქიანები, მაზარიანები, ამ კილომეტრის სიგრძეზე გაშლილი ნატურმორტის პარალელურად ფაფუკმტრიანი გზის იქით, რომელსაც სულ 2-3 მეტრი განიაქვს, სუფევს სწორედ ის თავდავიწყებული მოძრაობა დაფაზურნის ქვეშ. ამ ორი მოპირდაპირ მხრიდან საოცარი სისწრაფით მირბი-მორბიან წარმომადგენლები ერთმანეთისაკენ და სრული კუთვნილება ხდებიან იმ მხარისა, სადაც მივლენ. მატულობს ცეკვა მზესთან ერთად. ორი, ერთი დიდმხრება მთლიანად ოთხკუთხედი წვრილი თავით, მეორე ახალგაზრდაზე უფრო ხალასი შესახედაობის ასხლეტილტანიანი მოხუცი დილით დაწყებულ ცეკვას შეჯიბრს აგრძელებს. გათენებისთანავე გაავსეს შაბაშით, მათ ერთი დასტა, ყოველ შემოტრიალებაზე 25, 50, ასმანეთიანებით. 3 საათი უკრავდა მათ რიტმში ტაშს გარშემოხვეული ხალხი. მერე რიტმი დაირღვა, გაცივდა ტაში. დაიშალნენ ოთხკუთხედი მსუქანი ბიჭის და შემართული მოხუცებულის მაყურებლები. ჩუმად გაიპარა დაფაზურნაც და სხვაგან დაიწყო დაკვრა. უარესი გახელებით განაგრძობდა ეს ორი ტრიალს, სრულიად გაოგნებული ყველაფერი იმის უაზრობისაგან, რაც გარშემო ხდებოდა. ერთხელ დაძრული ტემპერამენტი ნება არ ნელდება, სინამდვილეში დაუზლურებული ფეხები უფრო მეტი ენერგიის მოწოლას აგრძნობენ საიდანღაც და ტრიალებენ გაუთავებლად. იჩოქებენ, მოწყვეტით ეცემიან მუხლის თავებით ქვამტრიან შარაზე, ხტებიან შეკივლებით, შეძახილით ამხნევებენ ერთმანეთს. უცნაური სიცარიელა და იქიდან გამოსული მუდმივი და უსვლელი ენერგია იგრძნობა ამ თავისთვის მომხენ ხალხში. ყბაზე სალტუჩ გაწეულ სინანულ ნარევ ირონიასა და სევდას გვრის კაცს ამ ორი უმუსიკო, უმაყურებლო გახელებული მოცეკვავის დანახვა. გრძნობ, რომ აღარ არის ალავერდობა. გრძნობ, რომ ეს რელიგიური დღეობა მხოლოდ ინერციაა, მისული სასაცილოობამდე. შემზარავ ტრაგიკომედიას აკავს მთლიანად გუშინდელი რხინის ბოლო. ამას ემატება ისიც, რომ ის საერთოდ ისტორიულადაც ბოლო დღეა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ქრისტიანულ საყდარში ზედ კანკელის ძირა შეიძლებოდა ოდეს მიგდებულიყო თავწაჭრილი მამალი და ცხვრის თავფეხი. მხოლოდ აქა-იქ დაინახავთ კუთხეებში მორცხვად მიყუჟულ შავკაბიან მლოცველებს, რომლებიც ღმერთს მხურვალედ სთხოვენ სათხოვარს. აღარ შველის ალავერდობას აღარაფერი. არც ამ დროისთვის თბილისიდან მოღწეული ექსკურსანტები, გზაზევე დასიცხული დაღლილები. არც ბრწყინვალედ გამოწყობილი აკადემიკოსები, რომლებიც ოდნავი, რელიგიური ღიმილით, პატივისცემით ათვალიერებენ ყველაფერს. ერთი დღით განთავისუფლებულნი ხანგრძლივი მეცნიერული შრომისაგან, აქეთ წამოსული ეგზოტიკის მისაღებად. განსაკუთრებით უცნაურად, ტირილამდე სასაცილოდ გამოიყურებიან ამ მუქ ფერებში, თბილად ჩასმულ ქურქია მთიელებში რუსი გოგოები. ტურისტის ნიშნებით, დეკოლტეებითა და უსახელოებო კაბებით. მზისაგან დამწვარი ცხვირებით, რომელთაც მიუხედავად ასეთი კონტრასტისა, თავისი ფორმით მაინც ვერავინ ამჩნევს. უეცრად აქ ჩამოსვლისთანავე საოცარი სიცხადით, გულისტკენით გრძნობენ აქამდე გახელებით მომავალი, გზაზე მრავალნაწამები დამთვალიერებლები, მომზადებულები თვითონ ღრეობისთვის, რომ სრულიად არაფერი არ აკავშირებთ დამხტურებთან. აქ მყოფი ხალხი, მოსულებისთვის თბილისიდან, რუსეთიდან, თელავიდანაც კი უცებ იქცევა იმავე შავი ბლუზების, ადუღებული ლიმონათის, ქამრების, უნაგირების გაგრძელებად, რაც ასე უხვად მოუტანიათ გასაყიდად და მყიდველებს უმუშტროდ დაუტოვებიათ. თავის მხრივ აქაურები ალბათ ჩამოსულებს ჟოღზე წამოსმულ წითელ მამლებზე მეტ ფასს არ აძლევენ, რომლებისკენ მიხედვაც კი აზრად არ მოუვა არც ერთ მათგანს. უცნაური განურჩევლობა, უმიზნო და უოკებელ ნებაში შეზრდილი, სუფევს გარშემო და თითქოს ყველაფერს, როგორც რეჟისორის მთავარ ჩანაფიქრს, ხაზს უსვამს ორი ნაცნობი ოფსში გაღვრილი მოცეკვავე, დარჩენილი უმუსიკოდ და უმაყურებლოდ.
უყურებს მათ მანქანიდან ახლად ჩამომხტარი ჩვენი მოთხრობის გმირი და ცრემლებივით ადგება ყელში. უნდა რაღაც გააკეთოს, შეაჯანჯღაროს რითმე ეს ხალხი. ის ნელა უხმოდ უკრავს ტაშს ორ მოცეკვავეს, მერე წყვეტს და ეღიმება, იმდენად უაზროა მისი ეს სდა. დიდხანს დგას ის ასე, მზეს თავ მიშვერილი, უყურებს ამ ორი მოცეკვავის თავშეუკავებელ რიტმს, რომელიც სირბილად ხტომად არის ქცეული. ესმის მათი შეძახილები და გული ბოღმით ევსება, რომ ასე უყურადღებოდ, უმაყურებლოდ იხარჯება ამდენი ენერგია, სურვილი. უყურებს და უცებ რაღაცა სიცოცხლის მაგვარი, ხალისიანი ესმის საიდანღაც, თითქოს ახლა ფხიზლდება, ეღიმება მთელი პირით. იცინი სულელურად. უსნაური სანახაობა იშლება მის თვალწინ. შავი, მოკეიფი ხალხის გამკვეთად გაწოლილ თეთრ შარაზე ჩამოსულ რუს გოგოებს წრე შეუკრავთ. ტაშს უკრავენ, თვითონვე მღერიან ლეკურს. ორი შიშველმკლავება, ერთი გოგო, მეორე ქალი, ხტუნაობით ცეკვავს ლეკურს. იცინიან, ერთობიან მთელი გულით. კამპანიას ახლად შეერთებული კახელი ბიჭი ეხმარება ტაშის კვრაში. მერე ბიჭების რიცხვი იზრდება. ვიღაცას დოლგარმონი მოჰყავს და რას ხედავს ჩვენი გმირი? რამდენიმე ქურქიანი ლეკი, პირდაღებული წრის ახლოს მდგარი, ყვება ტაშის კვრას. ხალხი იწევს მათკენ. აი აქ იწყება ნამდვილი გართობა და თავდება ყველა დაღრილი, რელიგიური ინერცია, რომელიც მიუხედავად ურწმუნოებისა, თავის დაუნებურად მაინც არსებობს ალავერდის მიწის მკვიდრთა შორის. ისინი ამ უცხო ხალხისაგან იგებენ თითქოს თავისი აქ მოსვლის ნამდვილ აზრს, მაგრამ ეს წამია გამოფხიზლების. არავის არ უნდა სხვისი გართობის ყურება და ისევ წყდება ყველაფერი. შუა დღეზე ცოცხალ სასაფლაოს ემსგავსება მოკეიფე ალავერდი. მოძრავი გამოთლილი ქვებით სავსეს. თითო-თითო ადიან სამოსვალში რუსები და ტოვებენ ალავერდს, საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს მიჩვეულ და ერთმანეთისაგან მოწყენილ მოალავერდეებს. არავით არ გაუგებრობას არ აქვს ადგილი ამდენ მთვრალ ხალხში. არავინ არ ჩხუბობს, არავინ არ ატრიალებს წელზე ჩამოკიდებულ საცოდავად მივიწყებულ ხანჯლებს. უბრალო წალაპარაკებაც კი არ ხდება. ისევ და ისევ ირევა უმიზნოდ ერთმანეთში შემდგომის ბოლო ღვინო, ამოწურული ქვევრებიდან, ცხუნვარე მზე და მთვრალი ხალხი. ძნელია ექსცენტრიული ბუნებით ეგზოტიკით სავსე შემოქმედისთვის ყველაფერი ამის ყურება. ისვამს ღვინოს, რომ ხელოვნურად აღიგზნოს ნებები, დათვრეს სხვებივით. იქნებ მაშინ მაინც დაინახოს ის რაღაცა, რასაც ისინი ხედავენ, იმედიანი, მისი აქეთ წამოსვლის გამამართლებელი. მატლობს მის სხეულში კახური, ქვევრდაკრული სასმელების სასიამოვნო სითბო. შეუჩერებლივ დადის ხალხში, ედება ყველას, ელაპარაკება, ვერ ასმენს და აღარც ესმის არაფერი, მაგრამ გაკეთება რა მის გაკეთება, რაც წამით მაინც შესვლის რაღაცას, აუცილებელია მისთვის. ის ასე ვერ წავა აქედან. ამ დროს ასეთი ბუნების კაცისაგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის ხდება ასეთ წუთებში უსნაურად ეშმაკი და უგუნურებამდე უშიშარი თავისი იდეის განსახორციელებლად. ყველაფერი კარგავს მისთვის მნიშვნელობას, გარდა ერთისა. არტისტულ არენად აქციოს ყველაფერი და მაყურებელი დააინტერესოს ამ წამში ერთი ამბით, ერთი მიზნით, ერთის ბედით. სწორედ ეს შინაგანი ინსტინქტი არტისტისა მისცეს ყველას თავის გარშემო ერთი ინტერესი, მიზანი, მთლიანად იპყრობს მას. ის შიგნიდან ცახცახებს. მისი გონება უკვე სავსეა ამ შეგრძნებით, რომელსაც მხოლოდ სჭირდება მოქმედების დაწყება. პირველი აზრი, შემდეგ აქტიორი შედის თავის როლში, გახელებული ხალხი ტაშს უკრავს მას, ან ესვრის 1000 სიბინძურეს. ამაზე როლში შესულმსახიობს უკვე აღარ შეუძლია იფიქროს. სანადიროდ გამოსული კატუნიას ნაბიჯებით ეპარება გურამი ურმის უკან საუკუნოდ ღვინის სასმელად ჩამომჯდა თუშლეკების ჯგუფს, რომლის შუიდანაც განუწყვეტლივ ისმის თუშების ბორძიკა ხმა. მას სხვა რა ვქნათ, შევსვათ კიდევ. არ დაუნახავთ მთვრალ პატრონებს, როგორ აუშვა გურამმა მთიულური, მკერდგანიერი ცხენი, რომელიც თითქმის შეუმჩნევლად გაიყვანა ხალხიდან და უბედოდ ზურგზე მოახტა. ტარებით მიხავს მტვრიანი გზის გასწვრივ, მაღლა ტყისკენ. უკან არჩება ბუბუნი, ხმაური, მითო ხარიკობს ცხენზე მჯდომი, დარჩენილი საკუთარ ვნებებთან, რომლებიც უფრო იტენებიან იმ შეხლის ჟინით, როდესაც ის გაჭენებული ცხენით მივარდება ისევ ხალხთან და რაღაც გადამწყვეტი მოხდება, მაგრამ ამაზე აღარ შეუძლია ფიქრი. ახლა მხოლოდ გრძნობების ასპარეზი რჩება. თავდება მინდორში შემოჭრილი ტყის ბოლო. აქედან აღარ მოჩანს არც ალავერდი, არც ხალხი. არაბუნებრივი სიჩუმე დგას ირგვლივ.
ტყის პირას პატარა გრილი ფშანი გამოდის. იქვე უხვევს და ბუჩქების სიღრმეში იკარგება. უცნაური გაშეშება იპყრობს მარტო დარჩენილ მხედარს. ცხენი ცოტა წყალს სვამს და ყურებდაცქვეტილი დგება მის შუაში. ოდნავი ჩქამიც კი არ ისმის. მთლიანად გამოთიშული გარემოსგან დგას გურამი და ამ სიჩუმეში არარეალურობისაგან რამდენჯერმე გაძლიერებული ისმის მთლიანი, დიდებული სიმფონია გაურკვეველი სურვილისა. სად დაიწყო? სად მთავრდება? რა უნდა მოხდეს? არაფერი არ ესმის მსმენელს. ეს არის მუსიკა მთლიანი, ერთიანი, ყველა თავისი ხმით, ნაწილებით. ერთადერთი თავის დაცვა მისგან არ გაინძრე, არ გაუძალიანდე და უცებ საოცარი სისწრაფით საიდანღაც თოფივით გავარდება ერთი ნოტა დარჩენილი სიმფონიის გარეშე. იწულა კოღომ, მოწყვეტით გავარდა მხედარი სიგრილიდან გახურებული მინდვრისაკენ. ფეხდაფეხა აიყოლია ცხენი, ათასხმებად დაიშალა კოღოს წუილი, აიმტრა ჩალა, ალაწუნებდა გამხდარი შალაფარ გოლებად დაიყოლია დაციცხული ჰაერი, გახურდა მხედარი, გაუსწორდა წამოწეული ცხენი და თვალის დახამხამებაში იქცა ერთ სხეულად ორივე. ცხენი აშვებულა, ამბობს ურმის უკან საქმეზე გასული თათარი. მაგას ცხენი არ ასჯობს, გუშინ დოღი მოიგო, პასუხობს მთვრალი თუში და უაზროდ უყურებს ურემზე მიბმულ უცხენოდ დარჩენილ საბელს. ჩემი უნაგირი აქადევს, განაგრძობს თვალეირებას დაელმებული თათარი. ცხენი რა იქნა? უცებ კვირის აზრზე მოსული თუში და ხელების ქნევას იწყებს. მის კვირილზე რამდენიმე კაცი ბანცალით იშლება ადგილიდან. ალბათ იდეა მოსული, რომ ამდენი ლოთობის შემდეგ შეიძლება იჩხუბო კიდეს, როგორც წესია. აგე ხრამზე ჩაუვლია წყლისკენ. ჩვენ წინ კაცო თუშო ვერ ხედავ ნაფეხურს. თუში ხედავს. ცხენი რა იქნა? კვირის უფრო აზრზე მოსული. უცებ იწყებენ ყველანი გუგუნს, მოძრაობის იშტაზე მოსულები, მუქარას და ის არის უნდა დაიშალონ ცხენის მოსაძებნად, თუ მისაძინებლად, რომ ტყის კიდიდან ლარივით გაწოლილ შარაზე გამოვარდება უგონობამდე მისული, სიგიჟეთ ქსეული მთიულური ცხენი, უცნობი მხედრით. სიბრაზით და კიდევ სხვავნებით ატაცებული ჯგუფი ადგილიდან ნაბიჯის დაუზრავად დგას და უყურებს. მხედარი ვერ არჩევს ამ ჯგუფს. შორიდანვე მთელი ხალხი გალავნის გაგრძელებასავით მოჩანს. ის მხოლოდ გახელებულ ჭენებას გრძნობს. გრძნობს, რომ თავს ვეღარ უჭერს გახურებულ ფაშაც. გიგანტური თეთრი გემივით იზრდება მის წინ ულამაზესი და უდიდესი ტაძართა შორის ალავერდი და მიდის მისკენ საბედისწეროდ, როგორც ზღვაში, მოულოდნელად ბურუსიდან გამოსულ მარტოხელა მენავეზე ხომალდი. არავის არ შეუძლია უცებ შეაჩეროს გემი. ვერ უჭერს თავს გურამის ცხენს და იზრდება მის ჩასაყლაპად ალავერდი. ყველაფერი ეს გარედან მაგრად პოეტურია და ამას გრძნობს ის გაურკეცებით შიგნიდან. და მოულოდნელად ექსტაზის გახელებისას მის წინ იხლიჩება მინდორი ხრამად და მის კიდეზე ის ერთმთლიან მასად აღიქვამს ხალხს, გაღებული პირით. საბედისწერო სისწრაფით იკარგება თეთრი ტაძარი. იძახიან ერთხმად ფეხზე წამოვარდნილები, გარინდულები ერთხმად. მათ დაინახეს როგორ გადაეშვებს რეალალოდივით ცხენი მხედრიანად ხრამში. ისმის ყოველი მხრიდან ათად გაზრდილი ხმა. უნებელი მხედარი ამოვარდნილი ხრამიდან მომატებული ძალით მიაგელვებს ხალხის შუაგულისაკენ ცხენს. მოულოდნელი მრავალფეროვნება სახეებისა საშინელი სისწრაფით გარბის თითქმის ცხენის ფლოქვების ქვევიდან. უშარლო ბავშვი, ამოვარდნილი ასოთი, ბებერი ცხვრის შაოსანი, ქალის ნაწნავები, განიერი თეძოებით შეწყვეტილი გოგოსი. გუდალოყება მეზურნე, გამხდარი მედოლე, დოლი ხელიდან უვარდება და ბათქანიც ხდება ქვაზე. კლდის ქიმივით იზრდება ოთხკუთხის სხეულით თავისი ოჯახის წინ ჩამჯდარი სახელმოქცეული ლეკის თავი, პრიალებს მის ხელში ხანჯალი, არაჩვეულებრივ სისწრაფეს მატებს ჭენებას ის ორი ნაბიჯი, რომელსაც ის აკეთებს მასზე მეხივით წამოსული ცხენისაკენ. გურამი ხედავს, სულ მოიღრიცა ლეკის სახე, გაიზარდა, უცებ კიდევ 4-ჯერ გაიზარდა, 10-ჯერ, ელვის სისწრაფით გახტა გვერდზე. იშუტება მის ქვეშ ცხენი, რომელსაც გაბერილ ფილტვებში გაუყარა ლეკმა ხანჯალი. რამდენიმე წამი გურამი ჰაერშია, ორმალახს აკეთებს მიწაზე და გარბის. მისდევს ლეკი, რომლის ბავშვსაც დაეცა ცხენი. მისდევს თუში, ვისი იყო ეს ცხენი. მისდევენ მისი ამხანაგები, მისდევენ სხვები. მიჭენავს საკუთარ ფეხებზე გურამი, საყდრის ეზოში შევარდნილი. ეპირდაღებული, დოყლაპკე სახეების იზრდება მის წინ,
მოძრაობენ სახეები, როგორც ცხენიანს, ისე ეცილებიან გზიდან და უკნიდან მისდევენ. მიწიდან იზრდება მის წინ უცნაურად ფლეგმატური სახე, კაუჩცხვირიანი, ყურებამდე გახდეთ შილპირიანი თელაველი დახრიდარისა. თავის ძლიერი დარტყმით აგდებს ამ წამისათვის ამ ჰარმონიულ არსებას. ახტება ზევიდან და გიჟური შტაზე მოსული უცნაური შეუჩერებელი, გადმოუცემელი ფიქრების თავში შერბის ტაძარში. საყდრის მდუმარე ყიჟინაზე მეტია. მეორე წუთში მდევართა გუგუნით ივსება გუმბათის თაღი. ყიჟინით მისდევს ლეკი, თუშები, ელი, კახელები. ალავერდის ცნობილი მოხეული კიბის თავში, ღვთისმშობლის პატარა ხატთან თავაუღებლივ ლოცულობს მოხუცი ქალი. იმათზე ილოცებ, დედამ, მე თვითონ ავიტან თავს. უმიზეზო სიხარულის მოწოლით მხოლოდ ტუჩებით ამბობს გურამი. 20 საფეხურიან ნათელ კიბეს 4 ნახტომით ფარავს და ბნელ მოხეულ კიბეებში იკარგება. ამ სიბნელეში უცნაურად სავსე, ძლიერად მხიარულია მისი ბუნება. გრძნობს უკან გაბრაზებულ მქშინავ ნაბიჯებს. კიდევ ემატება მის ვნებას ბავშვური ხალისი. სიმაღლეში ვიწროვდება, დაბლდება კიბის თაღი. წინ სიბნელეა, უკნიდან სინათლეს მქშინავი ლეკის დიდი ბოხოხი ფარავს. გარბის მაღლა მიმავალი საფეხურებზე გურამი. უკნიდან ბოხი წრიპინა ჩახრეწილ ხმების მთელი კედელი ხერგავს მის მიერ რაღაც წამების წინ გავლილ გზას. სიუ, სიუ! უსტვენს ბიჭური ყიჟინით და სხვა რაღაცის ვერ გამოხატვის გამო დაღრილი დევრების ჯიბრზე გურამი. თავდება კიბე, დავიჭერთ. ესმის იმედიანი, ბრაზიანი ნაწყვეტები უკნიდან. ხმები წინვარდება ექოთ გვირაბის მარადიულ დაწოლილ ვიწრო სიბნელეში და უცებ მის თვალდებში იჭრება კახეთის მიწიდან ატყოსნილი მზის სხივების თვალის მომჭრილი სიკაშკაშე. პატარა სარკმელიდან ავარდნილი მოწყვეტით დგება. აქ წყდება კიბეები და გუმბათის ღრუბლზე გადის. გუმბათი ლიპია და ქანებული. აქ ლოშინებული მხოლოდ ახლა გრძნობს ის ნამდვილ საფრთხეს. ყურთან ესმის ხანჯალმომარჯვებული ლეკის ღვინის ოხშივარიანი სუნთქვა. დრ, ბრით. ურტყამსის თუნუქის სახურავს ფეხებს. ეცლება მისი სხეული სარკმელს და შუქის მთელ სიმძლავრეს უშვებს გვირაბში. ლეკის წინ, რომელიც აქამდე სიბნელეში იყო, უცებ თავისუფლდება სხივიანი სარკმელი და იჭრება დაგორებული საგნის ხმა. იუჰ! იძახის ის ხანჯალგაშიშებული. დაგორებულა! ეს გამგმირავი ხმა მეორდება დაუსრულებლივ, კიბეების დაყოლებაზე დაყოფილი 1000 სხვა ხმებად. ნაბიჯებით კაპონით გარბიან უკან. შეშინებული ლეკი ხიდან მოწყვეტილი დათვივით ეშვება. მის პატარა ფანტაზიას ჰორიზონტი ეზრდება. ეჩვენება, რომ გამწყრალი ალავერდის ღმერთისაგან გამოგზავნილი თვითონ გიორგი თეთრაშზე მჯდომი მოსდევს უკან. ალაჰ! იძახის ის და იმავე წამში საფეხურზე ფეხაცდენილი მიგორავს ქვევით შეშინებული, იმედგაწმილებული მუჰამედის რჯულისაგან. გაღადითა სთხოვს ჩვენს ღმერთს სირბილ. აი ქრისტე, შენი ჭირიმე. ვიღაცა მოცეკვავემ, რომელმაც მოღერებული სახე მაღლა ასწია, ცეკვა ზეთითის წვერებზე შეაჩერა და გაერინდა. გუმბათის კარნიზზე წონასწორობისთვის ხელგაშლილი მიდის გურამი. ის გაჩერდა და ქვევით ხალხისკენ დაიწყო ყურება. მაღლა აიხედეს მეზრუნეებას და დაკვრა შეწყვიტეს. ხალხმა დაინახა ეს მოჩვენება. არც გერდნენ ახალგაზრდების გულები გურამის სურვილით. აღელდნენ მოხუცები, ქალები, იმ ლოცველთა სახეებით, რომლებსაც არ ჩაუფიქრებიათ, რაზე უნდა ილოცონ, თვალს ვერ აშორებენ გუმბათს. გავარდა ხმა, რომ კაცი დგას გუმბათის კარნიზზე და ყოველ წამს შეიძლება დაიმსხვრეს. ხმა გავიდა გალავნის გარეთ. მერე ხევს გაღმა და იწყო ხალხმა გალავნის შიგნით დენა. ოუ! იყვირა გურამმა. ხალხი ისე უძრავად იდგა. ამ სიმაღლიდან თითქმის ვერ აღწევდა ხმა ქვევითამდე. პირველ წუთებში ეფექტი მთლიანი იყო. მას მოეჩვენა, რომ მიაღწია იმ რაღაც სურვილს, რისის სახელიც სიტყვებიც აღარც კი ახსოვდა. და იმავე წუთში მოქმედების უმაღლეს წერტილზე, სადაც გაქრა უსაზღვროვნებად ქცეული სურვილი. ზედმეტი გრძნობისაგან დასლილი აზროვნებას დაუბრუნდა მოულოდნელი სიცხადე და რაღაც განუსაზღვრელად ახლობელი, წონიანი ჩაიღვარა მის გულში. სადღაც ისევ ჩაბერეს ზურნას, მაგრამ მისთვის ყურადღებას არ მიუქცევია. მან არ იცის კახეთი, ვისავ ციმ გომბორის ქედზე შემდგარს, არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი და მას არ განუცდია იმ დაუოკებელი კახორივნების სიმძაფრე, ვისაც თავის ფეხით ავარდნილ ალავერდს თავზე გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდე გაშლილი სოფლები, სავსე და დიდებული,
ჩაფლული გაუთავებელი ვაზის ხეივნებში. მთელი ამ ხედვის უზარმაზარი სივრცეში არ არის არც ერთი გოჯი, რომელსაც არ სწყალობდეს შემოქმედის დალოცვა. არ არის არც ერთი წერტილი, სადაც ადამიანს ისტორიის სიღრმიდან დღემდე მადლობა არ გადაეხადოს მისთვის და არ შეექმნას თავისი შრომით მატერიალურად და სულიერად ძლიერი და ღირსეული რამ. ტყის პირას გაგონილი, დაუწერელი, ერთად ამოვარდნილი სიმფონიასავით იგვრება თვალის წინ ძველი ციხეები, ეკლესიები, ბურჯები და ამ ეპოქაში ნაშენები ხიდები, სწორი, გვეგმიანესი ალმნებით. ამ გეგმიანობიდან სინათლისავით მოდის შეუჩერებლივ რაღაც ახალი, სიცოცხლისუნარიანი, მისი ეგზოტიკისთვის უცნობი ძალა, იპყრობს გუმბათის თავზე მდგომის სხეულს. ახალი შეუცნობლად კანონზომიერის შეერთებული გრანდიოზულ უსიტყვო შრომასთან. ის ფიქრობს, საიდან მოდის ეს სიცოცხლისუნარიანობა და პასუხობს, ის თვითონ ჩემშია, ის თვითონ იმ ხალხშია, რომელიც ღრეობს ქვევით, მაგრამ ჩვენ ორი დღით დავიბენით, რომ ახალი ძალით გვეგრძნო ნამდვილი, შემოქმედური სიამოვნება შრომისაგან, რადგან ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებული ტკბობაში. მის ფეხქვეშ დგას ალავერდი, სხვისი გრანდიოზული ვნებისაგან შექმნილი. თვითონ კი გუმბათის თავზე შერჩენილს ღიმილი ერევა, ისეთ უაზრობად ეჩვენება აქ დგომა, იმათ ყურადღების ცენტრში ის ქვევით იხედება და ღიმილი სიცილად ექცევა. დაბლა უკვე დაშლილა ხალხი და ის სულ მარტოა აქ, ამ საშიშ ადგილას. ალნებში მწყობრად ინთება სინათლეები და ჩამოსულს მხოლოდ ცხენის მიგდებული უაღვირო ლეში აგონებს მის უაზრო, გაუმიზნავ უნაყოფო სურვილს. სინათლეები კი სულ მატულობს და საოცარი ჰარმონიით ერევა ალაზნის მდუმარე ველს, რომელსაც ის ფეხით მიჰყვება ალვანისკენ.